მერაბშენი თვითამაში და კამარი მოვიგე და ეგ არა, მაგრამ თვითონ მერაბასთან მაქვს რა შეხება. სიმართლე რომ გითხრა, პირდაპირ გეტყვი, აღამჯერა. ერთი რო წამოვიწიე, რაღაცნაირად შევატყე, რომ გადმოტრიალდებოდი და ყველა მაგით გამოვწვევი და რაღაც ტვინშიც ცოტა ვაჯობი მაგრამ. რატომ ზედიზედ მესამედ მოვიგო? და შესაფულებო და აუ ეგ არის. რამდენიმე დავინახე ხარ და სახელოსნო გარებს. რელიგიას ეხებიან რა, ეგ ძალიან ცუდი არის, რომ მორწმუნე ადამიანი ვარ და მინდა რომ გამოხატო და მაგას გვიშლიან. მოგესალმებით, დღეიდან კრისტალ სპორტის YouTube არხზე ვიწყებთ მეფესავით პოდკასტს გოგვასთან და ბასკისთან ერთად და ჩვენი პირველი ეპიზოდის სტუმარია მეფესავით გიორგი სარდალაშვილი, საქართველოს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონი ჯუდოში. გამარჯობა გიორგი. მოგესალმებით. გითხარი პირველ რიგში. მადლობა, რომ მე ვარ პირველი სტუმარი და კაი ფეხი მაქვს და წარმატებებს გისურვებთ თქვენს პოდკასტებში. პირდაპირ კითხო. დიდი მადლობა, ჯერ მადლობა მაინც გადაუხადე კაც. აი, ხო, მაგრამ საქმეზე აი, გადავიდეთ პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. იმიტომ მე სულ მაინტერესებდა რა, ანუ არის მოსაზრება და პირდაპირ რომ ვიცოდეთ. ჯუდოკა თუ ჯუდოისტი. იმიტომ არის ის რომ რუსულიდან გადმოსული ეს ჯუდოისტი და ჯუდოკა. მაშინ რატო ჯუდოს ფედერაცია? რა ვიცი, ფედერაციას კითხოთ ეგ. ხალხი მაინც მიჩვეულია და ხალხში რო არ გამოიწევს მე ამდენი კითხვები ალბათ მაგიტომ. ძველი თაობის ხალხი მაინც მიჩვეულია ჯუდოს. რა ვიცი. ანუ მაგალითად ნიუსო დაუწეთ ან რომ გამოგაცხადეთ ჯუდოკა რო თქვა შეცდომა არ არის. არც ერთი არ არის რა შეცდომა. ანუ ჯუდოკა. ხო, ანუ თვითონ ჯუდო იაპონურად იკითხება როგორც ჯუდო, ეგრე რა. ჯუდო რა ვიცი. ანუ შესაძლებელია თვითონ ფედერაციის სახელით და ტერმინს შესაძლოა მტკიცდები, უკვე ვრცელდება რა აქტიურად ეს სახელი რა, უკვე ძალიან ბევრი მოიხმარ ჯუდოკას და ნელ-ნელა ჯობია ჩვენც გადავიდეთ უკვე. ახლა ჯუდო არის, უნდა იყოს ჯუდო. დავუძახოთ ჯუდოკა მაშინ. ყველაზე ახალგაზრდა ჯუდოკა მსოფლიო ჩემპიონი და ბარემ გადავიდეთ აბუ-დაბის მსოფლიოზე. სადაც აი რაც არის გადავიდეთ იმას. სადაც მე და გოგოც ვიყავით და კარგი ფეხი მქონია ჩვენ სხვათა შორის. ლაივში ვნახეთ ჩემპიონობა და გამორჩეული ბრძოლები იყო ნამდვილად. მე პირადად არ ველოდი შენ ჩემპიონობას, მედალიზე დარწმუნებული ვიყავი, მაგრამ აღიარებ რომ არ ველოდი და ძალიან გამიხარდა და იყო გამორჩეული ფინალური დაპირისპირება, მერვე წამზე გამოძვერი ილეთიდან ადექი და 5 წამში აქეთ ილეთი გაუკეთე და გახდი მსოფლიო ჩემპიონი და აი რო გაიხსენო ეს ყველაფერი ერთად ემოციები და ყველაფერი. ხო, ძალიან ზოგადად მსოფლიო ჩემპიონატი ხო ძალიან ის არის დაძაბული, მაგრამ ოლიმპიური თამაშები რო იყო, დიდად მსოფლიოზე არავინ არ ფიქრობდა რა, მაგრამ მე მაინც ძალიან კარგად ვიყავი მომზადებული. გათვლა ოლიმპიურ თამაშებზე მქონდა, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატსაც კარგად შევხვდი და თვითონ მსოფლიოზე ყველა შეხვედრა კაი იყო, გამორჩეული აზერბაიჯანელთან ვაგებდი მეოთხედ ფინალს. მე დაუტრიალე აქეთ მოუგე. ნახევარფინალიც იაპონელი, ახლა ნებისმიერი იაპონელი რო გამოვიდეს, ყველა მაგარია და ფინალშიც ის ტაიპელი ძალიან გამოცდილია ოლიმპიური ვერცხლი, მსოფლიოს მედლები აქვს იმდენი და თან ერთი გქონდა და ბოლოს მომიგო იმან. ხონდა რაღაცნაირი ეგ ფსიქოლოგიურად ცოტა ისეთი თემა არის ხოლმე რა, ბოლოს რო გაგწაგებული ტიპთან, ცოტა ისე ხარ რა. მაგრამ რავი, მაინც რაღაც ძალები მომცის რა, რავი ხალხმა. იმენი ქართველი და სტაიპელი ნევაზაში არის ხო, უფრო ძლიერი. ნევაზაში არის ძალიან ძლიერი რა. იქ აზიელები გამოირჩევიან ნევაზით. ძალიან ძლიერი ხო. ნევაზით შემოგიტია შენს, ნევაზაში შემოგიტია. აი შებოჭი კაი ახალწესები არ იყო თორე, იუკო იქნებოდა. აი იუკო იქნებოდა, ხო. აი შებოჭი რო იყავი, ის 8 წამი რას გრძნობდი და რა იყო. მე მაგალითად სიმართლე რომ გითხრა, პირდაპირ გეტყვი, აღამჯეროდა უკვე რა. ხო, ანუ ვინც რო ჩამოვიდი მე და ხალხს რო ესაუბრებოდი ხო და იქაც ბოდიში ჩვენ ვისხედით VIP ლოჟა სადაც იყო, მაგის მოპირდაპირე მხარეს იყო რა, მედია ტრიბუნა გაკეთებული და ანუ პირდაპირაც ქართველები სადაც ისხდნენ, ხე გულშემატკივრები არ იყვნენ, ძირითადად დელეგაციის წევრები იყვნენ რა იმ ლოჟაში. რამდენიმე დავინახე ხარ და სახელოსნო გარებს უკან ადიოდნენ უკვე რა, იმას შექმნილი ჰქონდათ ხელში. ხო, აქ მაგრამ მე უცბად გამოიქცნენ უკან მე. მაგას ვიძახდი მეც რო ჩამოვიდი აქ საქართველოში, ბევრმა მითხრა ეგ რო უკვე გავიხედეთო რა, ეს 5 წამი რო გავიდაო. მაგრამ ერთი რო წამოვიწიე, რაღაცნაირად შევატყე რომ გადმოტრიალდებოდი და უკან რო წავედი, უკან რომ მიდიხარ, მე მთელი იმას იღებ და მოდიხარ რა კიდე.
ხო და მაგით გამოუძვერი რა, რაღაც ცოტა ტაქტიკური და იმ ტვინშიც ცოტა ვაჯობე მან და მაგით გამოუძვერი. შეიძლება თვითონაც ჯეროდა უკვე რა, ბოლო წამები იყო. მაგ დროს მოდუნებული შეიძლება უკვე всё რა, იმას ჯეროდა ფინალში. არა და მოდუნ. აი, მოდუნებაზე არ ვლაპარაკობთ, ეხლა ოლიმპიურის ფინალში ისეთი მოდუნდა სულამანა, რომ სოფლიოს ფინალი კი არა. ან თავის თავთან წააგო. ხო, მოდუნდა თუ უფრო ზედმეტად ფრთხილი გახდა და მაგის გამო წააგო. წააგო, იმ თავის თავთან წააგო თავიდან ბოლო. თვითონ იგებდა თვითონ წააგო რა. იმას არაფერი გაუკეთებია. პროსტა ეჯაჯუგა. ხო, შიდოებით რო აგებ, ეხლა თან ვაზარით რო იგებ და მე შიდოებით აგებ, საშინელება. პროსტა რო ეჯაჯუგა, იმ 10 წამს გაიყვანდა რა. დააგდებდა კიდე რო ხდება რო ეცა იმას და თვითონ წააგო. და გენოს არ წაუღია ისე ტოკიოში როგორც ეხა სულამანამ წააგო. და რომ ყველაზე ისეთი იქნებოდა ოლიმპიური ჩემპიონი, ვინც იოლად მოიგო ოლიმპიური თამაში. ხო, ძალიან მარტივად. ძალიან მაგრა გაიარა. ყველა ეტაპი ძალიან მაგარი გაიარა, ხო. ძალიან. და სამწუხარო იყო, რო გამოვიდა თან იქ იყავი კორიდორში. კი და აი მე ეგეთი იმედ გასა. ხო, დაჯილდოებაზე არ ადიოდა. ხო, არა, აი განადგურებული იყო, კიდე რო ჩავწერეთ, მიკვირდა საერთოდ როგორ ლაპარაკობდა, ანუ მე ვერ გადმოვცემ, ანუ ეგეთი რა გაუბედურებულიც არ მინდა რომ თქვა, მაგრამ ეგეთი გულნაწყენი ადამიანი ეგრე პირისპირ არ მინახი. ბიჭო, არა, ასანალი მარცხები ძალიან ბევრი გვაქვს რა ფინალებში. ანუ ეგ სულამანას შემდეგ ჯიუდოში მახსენდება ლიპარტელიანის მოსაგება რა 2016-ში რიოში. კვარცხლბოლზე რო ავიდა, მთელი დაჯილდოება ტიროდა. კი. და ბარემ აბუდაბიში ვართ და კი პარიზთან დაუბრუნდებით. ეგ დარბაზი შენთვის ძალიან მაგარია. გრანსლემიც მან მოიგე. ხო. ის და ხო და მე ეგრევე სოფლიოს მიაყოლე. პირველი გრანსლემი მან მოვიგე 19-ის ვიყავი, პატარა ვიყავი მაშინაც. და რა მე ერთი წელნახევარი გავიდა სოფლიოზე ჩავედი. სვანაირი იყო დარბაზი და მეთქი ეს არის თქო. თავიდან არ ჯეროდა ეგრე მე რეკევხა მითხრა რომ ეს არისო მაშინ ეს. აი ისე რამე და ისე კითხვა. უეჯელი ვიგებ თქო. ანუ მან რო ჩატარდა ახლა ბოლოს სოფლიო ჩემპიონატი, თავიდან ბოლომდე იყო სატელევიზიოზე გათვლილი რა, იმიტომ რომ ბილეთები არ იყიდებოდა დასასრები, შეიხები ესრებოდნენ მარტო და ჟურნალისტების ლოჟაც არ იყო გაკეთებული რა. არა, მარტო იყვნენ სპორტსმენების ტრიბუნა, სპორტსმენის ოჯახების ტრიბუნა. ჩვენ გვაკონტროლებდნენ და არ გვიშოდნენ ხოლმე ზოგადად. ხო, მედია და ის თავარი ლოჟა. მეტი არის. ხო, იქ ვინ უნდა მოვიდეს მაყურებელი. სოფლიოზე თან ახლა ოლიმპიადის შემდეგ იდეა სწონით რომ შეადარო ჯიუდოში მეორე ტურნირი არის რა. სოფლიო ხო. ხო, ევროპულ თამაშებსაც თუ არ ჩავთვლით ახლა რა, როგორც ეს სოფლიო ჩემპიონატი. ჭანამ გითხრა პირველი მივესალმებით ჩვენ მეგობარს გიორგი ჭანაშვილს. ჩავედი თუ არა პირველივე დღეს გითხრა რომ აიო ტელეშოუა რა მაყურებელი არ იქნება, მაგრამ კადრში ლამაზიაო. კი. ხო და როგორც შენ ჯიუდოის, ზოგადად ჯიუდოისტებს, ახლა ეგეთ მომენტში რომელი უფრო გირჩევნიათ, ანუ სავსე დარბაზის წინაშე გამოსვლა. როგორც პარიზში იყო თავის სიმღერები და ანუ ეგეთ წყნარ უფრო კონცენტრაციას რომელზე უფრო ახდენთ, ანუ ეგეთ წყნარ ადგილზე გამოსვლა გირჩევნიათ თუ პირიქით გულშემატკივრების თანაცემით, ახლა გულშემატკივრები ქართველები ბევრი არც ესწრებიან, ახლა ევროპა კი ჩატარდება შემდეგ წელს არის ხო თუ ოცდები. ხო და ანუ ისე რომელი გირჩევნიათ ხოლმე. რავი, გააჩნია ქვეყანას სატარდება ახლა მანდ იმაში არაბეთში დიდად არც ეკნებოდა ხალხს მნიშვნელობა, იმიტომ რომ გულშემატკივრობა იციან საფრანგეთში იციან მაგარი. ანუ ჩვენზეც ქართველებზეც და ზოგადად უცხოელებზეც ვინც ცოტა გამორჩეულია, მაგრამ გულშემატკივრობენ რა. და რავი, საქართველოში რო იყოს ახლა ჯობია რომ ბევრი ხალხი იყოს. ხო, საქართველოს დაწუნებული ვარ, მანდ ის ტევა არ იქნება, იმდენი ხალხი. გააჩნია ქვეყანას რა, აი საფრანგეთში უნდა იყოს ხალხი რა, ეგეთი. ხო, პარიზში რაც იყო. პარიზი რო გამოდიოდა ფეხბურთზეც ხო იქ სიმღერები რაღაცები ტელევიზორიდანაც მაგრა დაგიქმნებოდა. თან ორი ის არის გამოცხადებელი ჭანო და მეორე იქაური და ის ცალკე რო იძახის რაღაცებს და იქაურ ხალხს აგებინებს და. ხო და შენ როგორც ჯუდოკას ხო. სად გირჩევნია გამოსვლა, ანუ ესეთ ხალხმრავალ ადგილზე თუ პირიქით ესეთ წყნარ ადგილზე როგორც აბუდაბიში იყო. ხალხში ჯობია, ხალხმრავალში. კი. ხალხმრავალში ჯობია. უფრო კაია და უფრო მოტივირებული ხარ რა. ხო, ну, აბუდაბის თემა დავამთავროთ რა, საერთოდ, ანუ ისტორიული სოფლიო ჩემპიონატი იყო თან რა, ჩვენთვის. შენ გახდი საუკეთესო, ყველაზე ახალგაზრდა ჯუდოკა ისტორიაში საქართველოში, დატომ ზედიზედ მესამედ მოიგო. და შესაფული პოეტა. აუ, ეგ არის. დარბაზში მოვიდოდი სასტუმროდან და უკან ვიჯექი სავარძელზე რა. და გავიხედე საფული არაგდია. და დააბრუნა. ბიჭო, ანუ გავხსენი რა. და ფული იდო შიგნით.
რამდენი არ ვიცი ხა არა მომიგია. ხო ნუ რო ახურდავე ბევრს გაძლევენ ხა просто აღარ დავიწყებ. გოგორებს არ აქვს შეიძლება დოლარი. და ოდექი და მივეცი მძღოლს რა საფულო ვიპოვე მეთქი. და იმ შემდეგ მძღოლმა აიღო ჩაიდო. ეგრე ხო ის ეგეთი ბიზნესია. იქნება იცოდე მეთქი ვისი არის ვისი იყო ვისი არის. რა ვიცი. ის შემიძლია ტვინი შემიჭამა. გეოდე როგორ მაყოფილოდა ბენიერმა გამორთო. გიო ვიპოვე. ბიჭო მე ზოგადად აზიურ ქვეყნებში რო დავდიოდი ხო ხელს მოგაჭრინენ მე ხო სულ მაშინებდნენ არაფერი მოიპარო თორე მარჯვენა ხელს მოგაჭრიანო გასაგებია მაგის გამო შემეშინდა ეხლა რა ვიცოდი ძმაო თან კამერები ეყენა იმაში მანქანაში და რაღაცა რო ყოფილიყო და კამერებით რომ მისულიყვნენ ეხლა ხელის გარეშე ხوار წამოვიდოდი აბუდაბიდან და ისტორიული მან სხვა შორის აბუდაბიში არ უჭიდა არ ყოფილან ბექაური და სულამანიძე ხო ეგ წმინდა მომზადების ამბავში იყო ოლიმპიადის გამო თუ რამე სხვა პრობლემები იყო არა მარტო ეგ რო ოლიმპიადაზე იყო გათვლა და რაღაცა ფიზიკურ ნაწილში რაღაცა ეკლდათ და გერმანიაში გაიარეს ეგ მომზადება რა ჩვენ პირიქით პრაქტიკის ნაწილში მივიღეთ სოფლიოს ჩემპიონატი პრაქტიკის მხრივ და გავედით ოლიმპიადაზე რა ზოგი როგორ ეგრე შეირჩა არდა ბექაურს არ აქვს სოფლიო ერთი მედალი უნდა რომ შეკრას რა კომპლექტი რა კი ყველაფერი მაგდა ო შარშან წინ გავიდა მაგრამ ისევ ქართულთან გადავიდეთ პარიზში მაშინ პირდაპირ ოლიმპიადაზე ხო გადავახტეთ გადავახტეთ იყოს ვისაუბროთ არა ვისაუბროთ რომ მაინც ეგეთი იმაზე არ ყოფილხარ არა პირველად გინდა დარბაზით გინდა იმითი სხვა ემოციით ჩახვიდოდი ალბათ მაინც სასწაული იყო ეგ ოლიმპიადა რა ან თვითონ გულშემატკივრის მხრივ და ცალკე ოლიმპიადას რაც შეეხება ძირითადად ეხა ყველასგან მოსმენილი მქონდა რომ ოლიმპიადა ყველაზე მარტივი შეჯიბრია რა ანუ რაღაც მაგრამ როგორ გინდა რომ მარტივი იყოს 4 წელს ერთხელ ტარდება 4 წელი ამის ჩემზადები და რა მე ბოლო 2-3 წელი იყო დარჩენილი რომ ჩავერთე რა ოლიმპიურ მომზადებას 2 წელი ნუ გააზრებული კი მქონდა მაგრამ მართლა ისეთი რაღაც მეგონა სასწაული შეჯიბრი და არ ყოფილა რა საერთოდ ყველაზე მართლა მარტივი შეჯიბრია ანუ შეიძლება იყო მაგრად მომზადებული ძალიან, მაგრამ ფსიქოლოგიურად ვიღაცა გამოვიდეს და შეიძლება არ ქონდეს საერთოდ ნავარჩები დიდად და მოგიგოს რა. ბევრიც იგებს ეგრე ოლიმპიადას და ბევრიც ყოფილა ეგრე. და ტოკიოში ბექაურთან რო გავიდა ის გერმანელი არა. ხო, აი გერმანელი და რამდენი ეგეთი წელს ხა 66-ში ბრაზილიელი გავიდა და ის ყაზახმა რომ მოიგო კი ლეგენდაა, მაგრამ ბოლო შეჯიბრები ყველაფერი წაგებული ქონდა. 3 წელი medali არ ქონდა აღებული და ოლიმპიადა მოიგო რა. ეგეთი არის ოლიმპიადა. ვერ გაიგებ რა მოხდება. ხო, ფსიქოლოგია თავიდან ბოლომდე. კი, ძალიან დიდი ფსიქოლოგია გჭირდება რა. შენ თავთან გაქვს ყოველ დღე ის ბრძოლები რა, სანამ წახვალ ოლიმპიადაზე. აი, როგორი ასპარეზზე ყველა ვიცით და არ გინდა გას. სოფელში რა ხდებოდა ეგ მოგვიყვევი, რაც არ ვიცით. სოფელში რავი, მე უფრო მაგარ იმებს მოველოდი და რავი, იქ ჩადიხარო და რაღაც გასართობი სიტუაციები არისო, მაკდონალდსი არისო, ის არისო, ეს არაფერი არისო განსაკუთრებული რაღაცა საწოლებზე ვიწექით. ხა იქ საწოლების თემა მართლა ეგეთი კარდონი იყო, კი, ქართველებს ჩაუტყდათ რა ჩვენს. ვის ჩაუტყდა? ჩემპიონს კალახაძეს ჩაუტყდა. ნეტა ვის ჩაუტყდა? ნეტა. ხო და რავი, კიდე რა იყო ის? დიდი არაფერი არ იყო ეგ ოლიმპიური სოფელის რა. ხმაური იყო სულ, ოთახში ის იყო. კარდონის ის იყო კედლები. და ეგრე ხმაური იყო რა. ამერიკის ნაკრები არ ცხოვრობდა. ზოგი იყო, ზოგი, არა, ეგენი არ იყო. ხო, ეგენი სასტუმროში იყო. რაღაც ერთხელ მოვკარი თვალი, მაგრამ სურათი ვერ გადავიღე რა, ერთხელ იყვნენ. ალკარასი ცხოვრობდა, ჯოკოვიჩიც ცხოვრობდა, გადავიღე სურათი ალკარასთან. ჯოკოვიჩი ელოსებათ, ხო, ქართველები. კი. ბექაურთანაც ხო, მახსოვს ადრე თქვა რომ იმას მოუგე, ვინ იყო მაგის წონაში სერბი? ნემანია მაიდოვი არის მე მგონი, ხო, ბექაურის წონაში. მოვიდაო და ჩემს მაგაც დაამარცხება შენ. ხო. ჩვენც რო ბევრი ვიყოთ ხოლმე ოლიმპიადაზე დელეგაციიდან კაია რა ისინი ბევრი რო არიან ერთმანეთთან მაგრად იმას აქვთ გულშემატკივრობა და რაღაც და ჩვენ ცოტანი ვართ ქართველები აი ოლიმპიადა მოდი მან შეიძლება არც ამონოს ოლიმპიადაზე საუბარი და საბოლოოდ რო იმას აქვთ შევაჯეროთ კი ბატონო თავარი რა გამოცდილება მიიღე რასაც შემდეგ ოლიმპიადაზე გამოიყენებ ანუ რაღაცას ისწავლე ხა დასკვნებს გამოვიდადი მანდ შენ თავში რა რაღაც კი არა მთელი ჩემი ის ვისწავლე რა როგორ უნდა მოიქცე აწი და რაღაცა ანუ უფრო ბევრი რაღაცას ვანიჭებდი მნიშვნელობას და ეგრე არ უნდა იყო მოშვებული უნდა იყო და ბევრი არ უნდა იფიქრო რა უფრო ბევრი ფიქრი უფრო გჭამს და ჯობია რომ ბევრი არ იფიქრო და ისე ოლიმპიადამდე მომზადებას და ეხლა მომზადებას რო ვაკვირდები რავი როგორ გითხრა რა აქ რო ვიყო და უცებ აქ რო გადავხტე ეგეთი ისვლა გავაკეთე ოლიმპიადიდან დღემდე რა უცხოეთშიც კემპებზე რო ვეჭიდავები იმ ბიჭებს ვისაც აქამდე ვეჭიდავდი ეხლა სულ სხვა ვარ რა
აი ცალი ხელი შემიძლია რაღაც კონკრეტული რაღაცები გავაკეთო და აქამდე მიჭირდა. ხო, გახსნაზე რა აზრის ხარ? ძალიან დიდი აჟიოტაჟი მოყვა რა. თვითონ იქ რამაც გამოიწვია ხალხის მაგ ეგ ის რეაქცია, ეგ ძალიან ცუდი იყო და ცუდი რაღაც მოხდა. მაიდოვის ამბავი მაგას მოყვა? მაიდოვი ეგ ცალკე. აი მაგაზეც რო ის ხნათ, მაიდოვმა ну ხელი დაადულა ამის იმას რომ სატანისტები მართავენ და ძალიან წამაგებინესო და ჯურის გამო ну ეგ მაგ დროს ბექაურზეც რაღაც ინფორმაციები დაიწყო რომ ჩვენთან არ შეიძლება პირჯის გადაწერა და ძიუდოში რა ანუ ყველა რელიგია ხო არ გამოხატავსო თავის იმას ყველა რელიგიის წარმომადგენელი თავის რაღაცას რა ხო და ეგ აკრძალული აქვს რა მუსლიმსაც და ყველას ხო და ერთი ორჯერ გაფრთხილებული ხარ ეგრევე არ ხსნიან არ გაძლევენ დისკვალიფიკაციას და ეგ მაიდოვი ერთი სამჯერ იყო გაფრთხილებული როგორც ვიცი რა თავიდან იმას იხდი თანხას იხდი და მე ბოლოს უკვე დისკვალიფიკაციას გაძლევენ რა ანუ ჯვარი რო ეკეთა მაგიტომ არა პირჯვარი გადაიწერა რა ანუ ტატამიზე რო გადიხარ მაგ დროს კამერამ არ უნდა დაგინახოს რა კამერის იქით რაც გინდა როგორც გინდა ქენი ხო ანუ გამოსასვლელში ტატუ რო გეხატოს ჯვარი ეგეც უნდა დაიკრა მან და არ უნდა გამოაჩინო რა მაგაზეც აკრძალვა ხო, ანუ იგივე ნუ მუსლიმს ეგ თვითონ ძიუდოს აქვს ეს წესი, თორე ოლიმპიადაზე არ არის ეგ წესი რა, თვითონ ძიუდოს აქვს. ანუ IGF-ის ხო, IGF-ის წესი არის ეგ. და მე მაგიტომ დამჩაგრესო, მაიდოვმა თქვა. ეგ არ ვიცი, მაგრამ ამის გამო მაძლევენო დისკვალიფიკაციასო რა. ხო, რო პირჯვარი გადავიწერე. ბევრი ასეთ წესი არის ისე, რომელსაც რობოთა ჩენი ხედვით შეცვლიდი, არის რაღაც წესები ისეთი, რაც არ მოგწონს და რომელსაც შეცვლიდი. რა, ერთადერთი ეგ არის, რომ რელიგიას ეხებიან რა, ეგ ძალიან ცუდი არის, რომ მინდა რომ გამოვხატო რა, ეხლა მე მორწმუნე ადამიანი ვარ და მინდა რომ გამოვხატო და რა, მაგას გვიშლიან და ეგ არის ცუდი ძალიან. დანარჩენი წესები კაი არის, ყველაფერი ძიუდო უფრო რავი უფრო დახვეწილი სპორტია და ზედმეტი ემოციაც არ შეიძლება, ზედმეტ ემოციაზეც კი ისინი გაფრთხილებებია და ჯარიმებია რა. ეგეთ რაღაცეებზე და დანარჩენი ყველაფერი კაია. ერთი ეგ არის ცუდი. თუშის ემოციები გოსოს. ეგრევე გამახსენდა ხო თუშის ემოციები. მან რა მოხდა მაინც? ინსაიდერული ინფორმაცია ხო არა გაქვს ზუსტი. ანუ ხა კადრებით რაც დავინახეთ და უჭერს ის ხედავ დაცინათ რა. ხო და იდეაში ხა მაგათ ძველი აქაც რო იყო ჩამოსული რა გორში. მაშინაც მე რინერმა თქვა რომ გორში იმას მიქნაო, ანუ მატეზე გაჩერებულზე მომახტაო რა. და ეგ ქონდა ალბათ გულში ან რაღაცა არ ვიცი. თუში რო დაესა იმან ანუ გდების დროს ეჭირა ამაში იმას და მე რო დააგდო ხელით ჩააჭირა თან ეგ ჩანს კიდე სურათში პირველი ქნა იმან და რავი მე ამან რო გაუკეთა ეგ მაგაზე მოაყოლეს რა. ხო მაგრამ მაგას ვინ მოითმენს ახლა რა მეც იგივეს გავაკეთებდი ეგრე რო იყო. ხო ნებისმიერი ქართველები ისეთი მენტალიტეტი გვაქვს რომ მეც გავაკეთებდი მაგას რა. ხო და არა და ცუდი ურთიერთობა არ ქონია ახლა რინერს ქართველებთან ზოგადად. მაშინ ტოკიო 2020-ის შემდეგ ანუ ჩქილხამაც გაუწელა ვიდეო რა იქ რომ ვიდეოში რო შევარდა ლაივში და ბექაურს რო ებაზრებოდა და რაღაცეები. მაგისგან იყო რა ახლა. ხო ნუ ეხა თუშისთან ნერვები მოეშალა სხვანაირად მიიღო ეგ ხელის ჩაჭირა და ანუ მე მახსოვს თუშისთანაც რო წააგო ერთი ფინალი თუში ანუ რინერი გამოვიდა და ხელი აწევინა. და ანუ ამ მიუთით არა ჟესტით რომ ეს ბიჭიო რა. ხო, ანუ პარიზში ოლიმპიადის ზე სადაც ის იყო, ნუ მაგას არ გაუტარებდნენ არავინ და მაგით არა გატარებით ახლა არ გაუტარებდნენ, მაგრამ რინერისგან იყო უბრალოდ გასატეხი ახლა ამ ხელა სპორტსმენი არის, ძალიან დიდებული სპორტსმენი არის. ეგ დღე იყო ერთადერთი მსოფლიო ჩემპიონატ ოლიმპიადაზე ეგ წონა იყო ერთადერთი. კალაბურთს არ ვამაყ, ამერიკის კალაბურთს რო თამაშობდა. აკრედიტაციებიც კი ის იყო რაოდენობითი და ფასიანი. და მეორე ის ანუ ფინალური ბლოკი. და ანუ ამბობდნენ რომ ნუ თუშიშვილი თუ გავიდაო, ყველა ქართველი შემოვაო და ნუ თუ ვერ გავიდაო, ანუ რაოდენობა იქნებოდა, იმიტომ იქ ძალიან რატომღაც ძალიან პატარა დარბაზში გააკეთეს. პარიზისთვის ძალიან პატარა დარბაზი იყო. სადაც გამოფენო სივრცეში იყო აშენებული ტრიბუნები შუაში რა ძეგლი იყო ცხენიანი კაცი იყო და უნდა მოვიდესო პრეზიდენტიო რაღაც და ბევრი ადგილი არ არის ესეთი ისინი იყო დაშვებული ცურვის ფინალებზე ჯოკოვიჩის ფინალზე და ამერიკის კალაბურთის თამაშზე სადაც
ჩვეულებრივი აკრედიტაციით ვერ შეხვიდოდი, ანუ ფული უნდა გადაგეხადა. ყალბურთზე მე კი შევიპარე. შენ ისე სხვა შე ძალიან მოხერხებული ისე ამერიკის თამაშა შევიპარე. დარბაზებში ნახე ეგ. შოქში იყო ყველანი. ჩამოვედი მე საქართველოში ოლიმპიადიდან და ბარემ ხომ მოურჩით ოლიმპიადას საუბარს. ჩამოვედი ვისვენები ხან ბათუმში ვარ ხან ბახმაროში მთაში ჩამოვედი რაღაც და ეს თორებს კიდე იქიდან დევს გეყოფა მეთქი ჩამოვედი და ოღონდ მართლა შეპარული მართლა მეთქი ჩამოხვედი და ალბათ ძველი ვიდეოები გაკადღებული და იმას შეპარვა ხო შეპარვა და ჩაიპარა კიდე პარკეზე ჩაიპარა გეონები არავის არ ჯეროთ მე ვარ დღეს ბატონო მალერი ვისთან გადაიღე სურათი ვისთან გააძრე ვეითან გადავიღე და ნუ რო უხურდებოდნენ ლებრონი და კარი და ისინი. კარი საქართველოს ძოშოს უფრიალებდი მეთქი იქნებ პაჩულიას ხოთრით რაღაცა გამომხედავს მეთქი და. ისინი ანუ ვერ მიხდნენ პროსტა რომ ვიღაცა შემოპარული იქნებოდა ანუ ისე ქვევით ვიყავი და ისე ახლოს ვიყავ. სნუპი რო არ ყოფილიყო ბევრად ახლოს მივიდოდი. პროსტა სნუპი რო მოვიდა აი ძალიან დაცვამ ძალიან ის დაიწყურა და თქვენთან მე სულამანიძის დღეს მოვიდა. ჩვენთან სულამანოს დღეს იყო, ხო. ლაშა რო ავიდა მე. მაგ დღეს იყო. თავისუფალ დროს რით ხარ დაკავებული რო გითხრა. რავი, სახში თავისუფალი დრო რავი. თვეში ერთხელ შეკრებიდან ჩამოვიდა ერთი დღე სახში, მეორე დღეს შეკრება და ძირითადად სახში არ ვიწევს თავისუფალი დროს ყოფნა რა. და ისე შეკრებაზე ან წიგნი, ან ფილმი, ან უნდა ითამაშო. რავი, ტელეფონს გვიშლიან ხოლმე და ხანდახან მაფიას თამაშობთ. უფრო სააზრონოა მაინც და რაღაც ტელეფონის გარეშე, რაღაც ტექნოლოგიების გარეშე მარტო ტვინით ხარ შესული რა. თამაში და მაფია ასწორებს ხოლმე და ისე PlayStation-ს თამაშობთ. მე უფრო UFC-ს ვაწვევი. მერაბას მოვაგებინე სანამ მოიგებდა. ის უმარა გავტყიპე 1-10 ჯერ. ხო და რა, ზოგს რა უყარს ზოგს რა. მარა ძირითადად ხო უფრო ახალი თაობის ბიჭები ვართ ნაკრებში და მაფიას თამაშობთ ხოლმე რა. რომელი როლი არის? ჩემთვის ყველაზე კაი არის დეტექტივი. გადავამოწმებ ხოლმე და მაფიაზე ძალიან ვიბნები და ეგრევე ხვდებიან, ეგრევე მაგდებიან. მანიაკი ვინ არის? შიდა წრეში. ყველაზე კაი მანიაკი. მანიაკი რა. არ მახსენდება, მაგრამ ილია თამაშობს მაგრად და ტერაშვილი. ეგენ თამაშობენ კარგი. გუნჩი თუ არიან ერთად მაფიოზები, ვერ ამოიცნობ ჩანსია რა. როგორ ვერა, რავი, უკვე ბოლოს იმდენჯერ თამაშობთ ხოლმე. 1-3-4 რომ როგძინოთ უკვე იცით. ჩვენ თვითონაც ამბაკოც მაგრად თამაშობს ავალიანიც. აი ხა რო თქვი რომ UFC-სთან მერაბას თვითონ გააქვთ ამ სპორტსმენებთან, სხვასთან კარგი ურთიერთობა, მაგათ მიგიწერია რომ აი მერაბ შენი თვითამაში და კამარი მოვიგე და ეგეთი. ეგ არა, მაგრამ თვითონ მერაბასთან მაქვს რა, შეხება რაღაცა. საუბრობთ ხოლმე რაღაც სპორტული იმაზე და ეგეც ხო ძველი ჯუდოისტი, ჯუდო. ხო, ჯუდოკა იყო. ჯუდოკა. ილოცავს ხოლმე მე სულოცავ რა. ხო, მერაბას სამბოშიც არის გასული, ჩხუბის სამბოროა და რა, რთული გზა. ეგ საბრძოლო სამბოროა. ხო, საბრძოლო სამბორო. ბევრ სპორტსმენთან გაქვს ურთიერთობა სხვა არა ჯუდოკებთან, სხვა სპორტის წარმომადგენლებთან. ნუ აი ესეთ მილოცვა მოკითხვით და ხო, ნუ კვარას ვიცნობ უფრო ჯაკვესთანაც მქონია მიმოწერა კვარასთანაც რა. მეტი რავი, ვინ არის? გურამი ქუთათელაძე. ხო. UFC და ფეხბურთია. UFC რასაც მიყვარს ისე უყურებ ხოლმე კლუბებს. UFC ძალიან მიყვარს. ქართველებს თუ ზოგადად ყველას. ქართველებს ხო უეჭველი უყურებ და უეჭველი უყურებ ქართველებს და უცხოელებსაც უყურებ რა, გააჩნია ვინ გამოდის. რომელი მებრძოლი გიყვარს ყველაზე მეტად? ქართველების შემდეგ რა თქმა უნდა. ქართველების შემდეგ ვოლკანოვსკი მიყვარდა. არა, ვოლკი ეხა ძალიან მაგარი არის. პიროვნულად არის ძალიან მაგარი ტიპი რა. ვოლკანოვსკი. მიუხედავად იმისა, რომ ეხა ადესანიაც ძალიან მომწონს, უბრალოდ ეს ბოლოს ამიზაგება მაგრად გამოვიდა. ადესანია ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მებრძოლი არის UFC-ში. მაგრამ საინტერესო სპორტია ეგეც რა ძალიან. ეგეთი სერია რა. გიფიქრია მე კარიერის ბოლოს კი. არა, მე არა. მანდაც წონის კლება გიწევს ორმაგი რაც ჩვენთან და აქტორად დავიკლო იქ გადავიდე იქ ორმაგი დავიკლო არ მინდა ეგრე. არა, არ მიღირს. ხო ისე ბექაურზე იყო მან UFC-ში შემოთავაზებაზე რაღაც. არა, გადაობს ხოლმე მგონი. რას გაიგებ? შეიძლება გადავიდეს, ვერ გაიგებ. ხო თან ეგენი პირიქით უმიზნემე ხოლმე ოლიმპიურ ჩემპიონებს. ხო, ნუ ბექაური წონას არ იკლებს და წონის კლების ის არის ის ჯერ და დიდად და
მე უკვე მესიზღება წონის კლება და ლაშა არიკლებს ხოლმე? არა, ეგ არიკლებს წონას. შენ გიწევს. ხო, მე მიწევს. რასაც უყურებთ ხოლმე კადრებში ახლა UFC-ს ბიჭები რო იკლებენ ხო, ეგენი ძალიან ეგენი ხო ძალიან საშინელება ხო. ჩვენთან ეგრე ძალიანაც არ არის, მაგრამ ბევრი არის ეგრე ჩვენთანაც რა. ზედმე წონაზე ეგრევე დისკვალიფიკაცია არის? კი, ანუ ვერ აბარებ წონას და გადახაზული ხარ. ის ტურნირი მარტო, ხო? ეგ ტურნირი მარტო, კი. ხო. კი. დაგჭირვებია ესე ანუ ერთიანად მასშტაბურად წონის კლება თუ ანუ ყოველთვის გეგმის გაწერილი გეგმის მიხედვით იკლებ ხოლმე? არა, ჩვენი სპორტი ისეთია, რომ ეგრე კვებას ვერ დაიცავ ყოველთვის რა, ანუ ეგრეც მაქვს ბევრჯერ გაკეთებული, მაგრამ მე გამოფიტვა იცის რა. ანუ სწორად უნდა ჭამო და ის ცხიმი რაც არის ცოტა ისიც სასარგებლოდ უნდა მიიღო, კარგად გამოიყენო. ის ტკბილიც რომ საჭიროდ რა. ესე რომ არაფერი არ მიიღო და სულ სწორ კვებაზე იყო, იფიტება ორგანიზმი და ნუ ყველა ადამიანს თავის თავზე აქვს ესე ვთქვათ დამოღამებული რა. მე ჩემ თავზე ხო და ბოლო აი 10 დღით ადრე ვიწყებ ხოლმე სწორ კვებას და ბოლო 5 დღე უკვე მკაცრად რა, მკაცრი დიეტა და იქამდე ყოველთვის ვერიდები რომ ეს ფასტ ფუდები არ ჭამო რა. მაგრამ მაინც როგორი არის? ხო, რთული არის. იყვარს. ხო. ხო და ვიცი რა მაინტერესებს მაგას წონის კლებაზე, ანუ პირობითად ხო წინა დღეს აბარებთ ხოლმე წონას? კი, ჩვენთან კარგად არის ყველაფერი 4 საათზე ვაბარებთ შუა დღეს და მეორე დღეს 11-ზე 12-ზე იწყება შეჯიბრი რა. ხო, ანუ შეგილია ხო მაგ ჩაბარების შემდეგ? კი, ოღონდ მეორე დღესაც არის შანსი რომ გადაწონაში ამოხვიდე და 5%-ზე მეტი არ უნდა გქონდეს. ანუ ეგეც შერჩევით ხდება? კომპიუტერი ამოიყვანს 4 სპორტსმენს წონაში და რავი, 5%-ზე მეტი არ უნდა გქონდეს. ჩემ შემთხვევაში 63-ზე მეტი არ უნდა ვიყო. მანდაც ყოფილა შემთხვევა რომ ვერ ჩაუბარებიათ წონა მეორე დღეს და მოუხსნიათ რა. ანუ რისკები არის. ხო და მანდაც უნდა გააკონტროლო. კი, სულ აკონტროლებთ რომ ღამით ძილის წინ უნდა იცოდე რამდენი უნდა დაიძინო რა, უნდა გათვალო ყველაფერი. შეიძლება არ უნდა დაიძინო რომ მე მეორე დილით ბევრი გქონდეს. შეიძლება წყალმაც მოგიმატოს ხო საერთოდ. ნუ წყალი გერგება და ის არის და რჩება რა, რაც გამოსულია წყალი ის რჩება ეგრევე იწოვს ორგანიზმი. ხო, ცალკე ის არის ეს წონის კლება. ხო, ეგ ცალკე სპორტია. ხო, ბევრის გამსმინდა ეგ და სწორად უნდა დაიკლოს, სწორად უნდა მოიმატო რა. მძიმე წონაში ხო მიშვებული არის როგორც კიდე ისე. კი, მძიმეში კი, მაგრამ მანდაც იკლებენ რომ უფრო მოძრავები გახდნენ და რაღაც რა. ახალ წონაში მიდიხარ. ეხა ტურნირზე და ახალი მოწინააღმდეგებიც იქნებიან და ყავს თუ არა შესწავლილი და არის თუ არა რაღა ერთგვარი გამოცდა და წინ გამჭრეთი ის რომ შეიძლება წლების შემდეგ 66-ში გიხილოთ. ხო. ნუ ოლიმპიადამდე 3 წელი 3 წელნახევარია დარჩენილი და მე 22 ხვდები წელს მოზარდი ვარ და ჩემი ორგანიზმი, ჩემი ძვლები, კუნთები ყოველთვის იზრდება რა და სულ ზრდაშია და ვნახოთ წონა როგორ მექნება. ეხლა ამ ეტაპზე ოლიმპიადამდე რაც ვიყავი, ისევ იმდენი ვარ, აღარ ავიდა წონა ზემოთ, ვაკვირდები თამას და რავი, უბრალოდ მაქვს სურვილი რომ ცადო ამ წონაში ვცდი და კაცმა არის ის წლების მერე რა მოხდება და შეიძლება იქ წელს ავიდე, ანუ ვერ გაიგებ მაგას რა. როგორც ორგანიზმი, როგორც მომცემს რის საშუალებას მომცემს, იმას ვიზამ რა. მაგრამ ჩემი სურვილია რომ 60-ში დავრჩე. მაინც ოლიმპიური ჩემპიონი არ ყავს საქართველოს 60-ში და მე მაინც ჩემ წონაში სადაც ვარ მსოფლიო ჩემპიონი, იქ მინდა გავხდე ოლიმპიური ჩემპიონი და ვნახოთ როგორ იქნება. მაგრამ ეს მაქვს სურვილი რომ ცადო რა. 66-ში და თვითონ საერთაშორისო ფედერაცია ანუ არ გზოგავთ? არა. ნებისმიერ ტურნირზე შემიძლია ნებისმიერ წონაში გამოვიდე? კი. ო, რა საინტერესოა. ეგრეა. გავსუქდი, გადი 60-ზე, გახდი. ხო რა, ნუ ხო, მაგრამ ეგრეც ახლა გემარტივდა. აქ შიდა კონკურენცია იმხელა ჩვენთან რომ მაგას უნდა აჯობო შიდა კონკურენცია. ამიტომ მეტეს ახლა 66-ში ოლიმპიური ვიცე ჩემპიონია და ხო. ნახოთ აბა ეს შეჯიბრი როგორი გამოდგება. ნუ ევროპის თასია რა, მაგრამ აქ უფრო ისეთი ხალხია. ნუ სად ევროპის თასისთვის მომზადებული, სად გრანსლემისთვის ტიპი რა. მაგრამ მაინც აქაც ზედაწონა ყოველთვის ის არის რა, ანუ ძლიერი იქნება ყველა. ზედაწონაში მაინც დიდები არიან, მაღლები უფრო განიერები და ნახოთ. გიფრო გაამართლო ახლა 66-ში. ხო, უნდა. კი, მაგის მივდივარ. მე ვაჟარას იწევს. მაურიგდებით ამაში ზავს. ვაჟა დაიკლებს და ხო, არა, მეტოქეები ახლა 60-ში ძალიან ძლიერები. სამომავლოდ ნახოთ რა, ჯერჯერობით წონის შესვლას არ ვფიქრობ, მაგრამ დავაკვირდები, ხო. ხო, ესპანეთშიც ესპანელი ყავს უფრო სწორედ, ერთ-ერთი ყველაზე გარიგოსი ხო? გარიგოსი და ახლა 66-ში აბი არის. მეტოქეები აქაც ძლიერი და შეიძლება იქ უფრო ძლიერები იყოს ახლა. აბე ხა, აბე წავა ახლა სადაც აუკვე.
ერთ ოლიმპიადას კიდე იმას ისავს და მე ერთი მინდა უკიდეო რომ ნამურა ხო ყავთ ლეგენდა 4 რო აქვს ანუ 4 მინდაო ზოგადადო მაგრამ ეს უეჭველიო რა რომ გაუტოლდეო რა ნამურას ხო ნამურას აქვს და გაუტოლდეო რა მაგას ჩვენი ლაშოც ემუქრება რომ უნდა გადავოსწრო ჩვენ ერთ-ერთ ინტერვიუში მითხრათ რომ 30% შეასრულა და ხო წინ კიდე ორია გიფიქრია რომ არა ჯუდო სათხიდო შენ თავს ანუ ეხა რო გადახედო ჯუდოზე რო არ გევლო სად დაინახავდი შენ თავს ნუ ჩვენთან ჩემ დროს როცა დავიწყე ჯუდო 2010 წელს მაშინ რა იყო რუსთავში რო დავიწყე რავი ან ჯუდო ან ფეხბურთი იყო რა უბანში ყველგან ფეხბურთს ასწავლდნენ ჩემი ძმა ფეხბურთს დადიოდა მე გადმოვიდა მეტლები რო დაინახა ჩემი ჯუდოზე და ალბათ ფეხბურთი რა იმიტომ რომ მაშინ მეტის საშუალება არც იყო ქალაქში თვითონ ეხა ყველაფრის საშუალებაა რა ბავშვს სადაც კი იქ შეიყვანო მაგრამ ჩოგბურთი მიყვარს ძალიან ცურვაც მიყვარს თამაშო ხოლმე ჩოგბურთს არა მაგრამ ისე ჩოგბურთი არ უნდა გეხსენებინა ამასთან მიყვარს კიდე მე წავიდით ერთხელ მე რაღაც ვირბე მაგრამ აი პადელი ვითამაშოთ მე პადელი უფრო სამოყვარულო დონეზე ხო გავერთოთ არ არის პრობლემა ვიცი რომ არის დერეფნის ბოლოს ჩარჩო ხო უყურებთ არა მაგ ჩარჩოს და ხალხს რა უხსნათ რა ჩარჩოა და რა მნიშვნელობა აქვს მაგ ჩარჩოს ნუ ახლაც ამ ჩაწერამდე იქიდან მოვდივარ იქ გვაქვს ხო შევარდენის ბაზა გვაქვს რა და იქ გავდივართ ხოლმე შეკრებას და მე და ილია გავდივართ ახლა შეკრებას და თუშა და ის ჩარჩო არის ვინც გახდება ოლიმპიური ჩემპიონი იმის კი მანო იკიდება რომ ეგეთი წესი არის ჩვენთან ბაზაზე რა არის ცირეკასი თუშას სოფლიო ჭრიკიშვილის ლიპოსი ბექაური შავდათოში ყველასი არის რა და ეხლა ალბათ ბექაურის დაიკიდება ისევ მაგრამ ჩვენიც უნდა დაიკიდოს რა ილიასი ტატოსი და ჩემი სოფლიოსი და იმათი ოლიმპიურები რა მაგრამ ის თავარი ოლიმპიური არის სამოტივაციოდ ცარიელი ხო ცარიელი კიბეზე ადიხარ და ეგრევე ხდება თვალებში როგორ არ უნდა მოიგო ხო შენი გვარი შენი კი მანო დაიკიდოს მე რომ ნახე პირველად ეგ ჩარჩო მეც მომიდა ოლიმპიადის ხო ძალიან მაგარი მოფიქრება ძალიან ჩვენი გურამ მოდებაძეს მოფიქრება ლეგენდარული მწვრთნელია და ერთ-ერთი გამორჩეული პროექტზე რო ვილაპარაკოთ ხო 20-20 იყო ჯერ მე იყო 20-24 კი და არის 28 უკვე 28 არის უკვე დაწყებულია და 32-საც საპირებენ რომ დაიწყონ კი 20-20 ძალიან მაგარი გამოდგა ყველა დღეს თითქმის 20-20-დან არის ეს ბიჭები ნუ 20-24-დან მე და ტერა რა ვინც გრანსლემზე და ესე 28-ს არის და მოდიან კაი ბავშვები მოდიან რავი ყველანაირი ყურადღება აქვთ რა თვითონ ჯიუდოს რო თავი გაანებო განათლებასაც დიდ დროს უთმობენ მასწავლებლები მიყავთ ხოლმე და რაღაც ლექციებს უტარებენ რაღაცა რა ანუ ყველაფერს ექცევა რა კი ყველაფერს ექცევა კი ეგრეც უნდა იყოს იდეა სპორტი და განათლება მაინც დაკავშირებული არის ერთმანეთთან იმიტომ რომ ეხა ინტელექტი უნდა შეიქმნა რომ ის ინტელექტი მე ისე ტატამიზე გამოიყენო რა მაგაზეც რო ზრუნავენ ეს არის ზუსტად რა წარმატებული შედეგის მიზეზი რა რაც ეხლა არის ბოლო წლებში რა ფაქტობრივად მე რომ მკითხო დღესდღეობით ჯიუდო ანუ როგორც ინდივიდუალური სეგუნდურ სახეობებში ფეხბურთი და ჯიუდო თანაბრად განან დღეს რა თავისი მიღწევებით შედეგებით და ყველაფრით რა არც ერთ არ გამოყოფ ამ ორივეს მე მიმაჩნია დღესდღეობით საქართველოში არის ორივე საუკეთესო სპორტის სახეობა რა ჯიუდო და ფეხბურთი რა წარმატებული კი ხო თან ბუმში არის ორივე იდეაში რა ეხლა ლაშარო გახდა ჩემპიონი მაშინ ამ ხელანაკადი მოყვა მე პატარების ახალგაზრდების აეროპორტში რაც მოხდა შემდეგ რო ჩამოვიდა საერთოდ საოცრება იყო რა ეხლაც და 20-20-ში როგორი დახვედრას ვნახე ძალიან ბევრს დავხვედრილო არა რო ჩამოსულან ოლიმპიადებიდან და მსოფლიო ჩემპიონატებიდან და ყველაფრიდან რა ეგეთი დახვედრა 20-21-ში ხო ტოკიო 20-20 იყო ხო 21-ში გაიმართა ეგეთი დახვედრა არ მინახავს მე რა არასოდეს რა კარგი თუ არა კარგი რა თქმა უნდა ო არა და რთულად სამუშაოც იყო ახლა იმიტომ რომ ეგრევე ხელში აიტაცეს და გარეთ გააქანეს და მე ვინსად იყო ვეღარ გაიგებდი იქ რა თორე ხალხი რაც იყო ძალიან ბევრი ხალხი იყო რა თოფურიას ჩამოსვლა გახსოვს თოფურიას ჩამოსვლა მახსოვს აგ გავაკეთე კომენტარი ამაზე ხა აუ რა ხდებოდა და იმინა დაგულეწეს დრო ჩამოვედი დრო ჩამოვიდა და გადავიღე და ყველაფერი
ანუ ეს მოყვა შუაში რა და მე ვიფიქრე გვერდიდან გავალმეთქი და შორიდან გადავიღებ რო გამოიყვან მეთქი იმიტომ იმდენი ხალხი იყო ვერ შეხვიდოდი ფიზიკურად და ეს რატომღაც შიგნით შევიდა რა და ხო გამოვიდეთ იქიდან ჯერ ხო მიკროფონი დაუგდეს ფეხით გადათელის რაღაცა და ეს გამოვიდა ესეთი და იქიდან და მე ცოტა აეროპორტიდან გამოვედი სადღაც რა გავაჩერეთ და ერთ წამი გამიჩერეთო რა ამანა რო გადავიდა წელის ვარჯიშები დაიწყო რა მოიც დაკეცილი შემეს ჩეულები მე ეგე წლეტოში რავი მარათოფურიაც ეგრევე გამოიყვანეს წაიყვანეს ხო ნუ სანამ აი მანქანაში ჩაждდებოდა აი მანქანას მივეჭყლიდეთ ხო ჩეულებრივად სამყარები გაუღეს და რაღაც გეონე მიკროფონი დავკარგე ვიპოვე სადღაც იქ ხო ვიღაცები დახვდნენ ვარდებით და ჩარჩოების სურათებით სულ დალეწილი იყო აი იქ ყველაფერი დალეწილი იყო აი მანქანის შუშა გატეხეს ხალხ ესეთი ეგეთი ორგანიზება ძალიან ცუდი იყო. მერაბაზე არ იყო ეგრე. მერაბაზის ბევრი ხალხი იყო ძალიან. მერაბა ხა ღია ავტობუსში აიყვანეს და მაგიტომ. და მერაბაზე დაორგანიზებული იყო იქ კომენტარის გაკეთება რაღაცა. მთავარი ეგ არის იდეა ჩვენ რომ მივიდივართ ხოლმე იქ კადრები არის, მაგრამ მთავარი ასოციაციულ კომენტარის ჩაწერა არის რა. და ანუ ეგ არასოდეს არ არის ხოლმე ეს დაალაგებული წინასწარ რა, იმიტომ რომ შეიძლება პირობითად ბევრი ხალხი რომ მიდის ხოლმე აეროპორტში. შეიძლება რაღაც შეთანხმებით, აი ჩამოსასვლელ ადგილზე შეგიყვანონ, სადაც ბარგშველოდებით ხოლმე და იქ წყნარად ისინიც ეგ ყველაზე კაი. გაისაუბრებენ და ჩვენ წყნარად ჩავწევთ, ეხლა ხელს არ შეგვიშლიან რა. ხო და ანუ ესე გარეთ რომ გამოდიხართ უკვე და მე რო ბევრი ხალხი არის მანდ რა, აი ჩვენ მანდ რო ვწვალობთ აი ვისაშია ვერ გაიგებ იმენა ჩვენ შეპირდაპირებს სიტყვის თუ და არა ეს კარგად მოუხდა ვიდრე მართლა ეგრე არის შეჩევა აი ეს ამოუჭრა შეიჭრა გავშინაუდი და ისი ვისაში გავიდე ხო კაი ეს ამოიჭრება არა დავდო აი სარდალ ხო იყავი პარიზში. ხვიჩა ხო არ გინახე? არა, ხვიჩა ვერ. ფაზონაში იყო მისული ნახე. ხო. მანდ ვიყავი მისული. აი ძვირიანი მაიკებია. ხო. იგზნობოდა ისე, მაინც ახლა შენ იყავი 2 კვირის წინ დაახლოებით, ხო? ერთი კვირის. ერთი კვირის. მაგ დროს იყო სადღაც 2-3 კვირის გადასული მაქსიმუმ. ხო. იგზნობოდა უკვე ეს რაღაც აი მე ნეაპოლში ხა ბევრი ზგან ვიცი მე არ ყოფილა. არა. არის ხო იმხელა რო ჯერა თან გოლის არ ქონდა გატანილი ხო ჯერა თან ხო ანუ იმხელა ქალაქია ის კი არა ოლიმპიადა რო იყო იმ ვერ მიხვდებოდი პროსტა იცოდი რომ მეტროში რო ჩადიოდი პროსტა ხვდებოდი რომ სადგურები იყო დახატული ოლიმპიური სიმენში და თვითონ შენობასთან რომ მეხუთვარე ქალაქში ეგრე რო გაგევლო საერთოდ ვერ მიხვდებოდი რომ კი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური რა შეჯიბრი ტარდებოდა რამე. კი. მე გახსნაზე რაც იყო, ხო, ნუ ეიფელის ლაზერ შოუ მომეწონა და სხვა ძალიან ისე დავსველდი, რომ არაფრის თავი აღარ მქონდა. პარიზში მოუხდება. დავსველებულ ხარ? კი. ოღონდ პარიზში არა. ბორდოში. გავიდეთ ბოლოსკენ. ხო. თუ გაყიდე რამე კითხვები? ბიჭო, ბევრი გვაქვს სასაუბრო, მაგრამ არ გვეღა ეხა. ნუ ხო, არ გვეყოფა 2-3 საათი. სტუმარიც რო არ დავღალთ, ვიცი რომ სპეციალურად ჩამოვიდა ეხა, ხო ბაკურიანიდან. იმიდან და მე ესე წავას ბორზე. ხო. შეკრებაზე. და ბოლოსკენ ერთი სიტყვით რო გითხრა. რა არის მთავარი? შენი აზრით? ხო. ცხოვრებაში? და შემდეგ სტუმარს რა კითხოს დაუტოვებდი. თავარი არის ცხოვრებაში მიზან დასახულობა, ჩემი აზრით და სურვილი. რა გინდა? შემდეგ სტუმარს. არ ვიცი თუ იქნება ჩვენც და მაგ იმითი რაც გინდა კითხე. მოკითხა გადაეცით. კარგი, ეს იყო სარდალა. ყველაზე ახალგაზრდა ქართველი ჯუდოკა სოფლიო ჩემპიონი, მომავალი ოლიმპიური ჩემპიონი, ვიმედოვნებთ. არაერთ გზის. შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში. მადლობა. კარგად. ნახვამდის.